Volodin იმის რომ რაღაც მომენტში ეს მოხდებოდა, ასეთი დღე დადგებოდა ცხადია, იყო ამას მოწმობდა ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი კონცენტრაცია რეგიონში და ამაზე მიანიშნებდა ის განცხადებები, რომელიც ირანში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, რომ დახმარება გზაში იყო. ეს ნიშნავდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამისთვის მოემზადებოდა და საჭირო დროს, მაშინ როდესაც ჩათვლიდა, რომ დარტყმებისთვის შესაფერისი მომენტი და დრო არსებობდა, ის ამას განახორციელებდა იმ მომენტში, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ განცხადებას აკეთებდა, მაშინ შესაფერისი პირობები არ არსებობდა და მაშინ არ განხორციელებულ დარტყმებს ჰქონდა თავისი ახსნა და მიზეზები. თუმცა ეს რომ მოხდებოდა და აუცილებლად მოხდებოდა უახლოეს დროში, ალბათ ეს იყო ძალიან ცხადი. ასეთი დარტყმების განხორციელებას სჭირდება აუცილებლად შესაბამისი მომზადება. ჩემთვის მაშინაც და ახლაც რთულია იმაზე საუბარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. მე არ მგონია, რომ ეს ასე მოხდეს და არც ამაზე არც არაფერი მიანიშნებს ამაზე, მაგრამ იმისთვის, რომ აი ესეთი რეიდის ტიპის დარტყმები განხორციელებულიყო, ამასაც შესაბამისი სამუშაო წინასწარ ჩასატარებელი დასჭირდებოდა. ამ წინასწარ ჩატარებულ სამუშაოში ვგულისხმობ ირანის გარშემო არსებულ სახელმწიფოებთან საუბარს და საჭირო რაოდენობის სამხედრო შეიარაღებული ძალების მიყვანას იმ მანძილზე, საიდანაც გაადვილდებოდა ასეთი ოპერაციის ჩატარება. მე არ მგონია, რომ ეს მოქმედებები დასრულდეს მალე. მე მგონია, რომ ამას დასჭირდება დღე, ანუ ის დასახული მიზნები, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, მე არ მგონია, რომ ეს რამდენიმე საათში მორჩეს, მგონია, რომ ამას დასჭირდება დღეები. თუმცა ახლა ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ნებისმიერი ასეთი პროგნოზი იქნებოდა, მე მაინც მგონია, უბრალოდ სპეკულაცია, რომელიც მერე შეიძლება გამართეს და შეიძლება არ გამართეს, ამიტომ სპეკულაციებს თავს ავარიდებდი. ერთ რამეს მინდა რომ გავუსვა ხაზი, ეს ხდება ჩვენ სამეზობლოში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აი მთელ ამ პროცესებში არ ჩანს რუსეთი. მხოლოდ დღის ბოლოს ვნახეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ის რომ ირანში მოვლენები ვითარდება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ფედერაციას ამ მომენტისთვის გამომდინარე იმ სტრატეგიული შეცდომიდან, რომელიც მან დაუშვა 2022 წლის თებერვალში უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებით, დღეს არ აქვს იმის პოტენციალი, რომ იმ რეგიონში ის, სადაც ყოველთვის იყო, მოვლენები ვითარდება მოსკოვის გარეშე. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ამას კიდევ წინ უძღოდა სირიაში რუსეთის მარცხი, ამას წინ უძღოდა ირანის და რუსეთის პროქსების ნეიტრალიზაცია რეგიონში, ამას წინ უძღოდა კიდევ 12 დღიანი ომი ირანის წინააღმდეგ, სადაც ყველა აი ამ შემთხვევაში რუსეთი არ ჩანდა და რუსეთმა ვერ მოახერხა საკუთარი ინტერესების რეგიონში დაცვა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ომი უკრაინაში ძალიან ძვირი უჯდება რუსეთს
რუსეთს და იმას, რასაც სულ ვამბობ, რომ რუსეთი არის ისტორიის დაღმარზე, ეს ამას მხოლოდ ადასტურებს. კი ბატონო და გია ერთი კითხვა ტრამპის განცხადებების კვალ-დაკვალ, აი ერთ ფრაგმენტს წავიკითხავ. 47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმი სკანდირებდა სიკვდილი ამერიკას, აწარმოებდა სისხლისღვრის და მასობრივი მკვლელობების განუწყვეტელ კამპანიას, რომელიც შეერთებული შტატების, ჩვენი სამხედროების და მრავალ ქვეყანაში მცხოვრები უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ იყო მიმართული. ეხლა შემთხვევით არ ვკითხულობ, ცხადია ამ ნაწილს, ამ ფრაგმენტს ტრამპის განცხადებიდან, ანუ ის ვიზიტები გვახსოვს ყველას, სადაც გაისმოდა მორიგჯერზე შეძახილების სიკვდილი ამერიკას. ხო, მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნის მართველი ძალის შესახებ და კობახიძის ვიზიტი მაქვს მხედველობაში. ეხლა რატო ვსვავ ამ კითხვას? აი, როგორ შეიძლება ჩვენ გამოვიყურებოდეთ ამ კონტექსტში? იმიტომ რომ ყველანი ხვდებით, რომ აქ არის მთავარი მიზანი ირანის რეჟიმის დამხობა. ეს არის მთავარი მიზანი და აი ამ დროს, როდესაც ჩვენ სულ ახლახანს ვხედავდით ყველანი, მაგალითად, როგორ იმყოფებოდა იქ ჩვენი ქვეყნის სახელით წარმოდგენილი კაცი, სადაც ეს ისმოდა, მერე სულ ცოტა ხნის წინ გამართული მიღება, ანძის ირანის დროშის ფერებში განათება, რასაც სხვათა შორის ისრაელის საელჩოს მწვავე რეაქცია მოყვა. აი ამ კონტექსტში გისვამთ ამ კითხვას, როგორ გამოვიყურებით ჩვენ? გამოვიყურებით ერთდროულად კომიკურად და ტრაგიკულად. ეხლა ირანი ამას ყოველთვის ვამბობ, რომ არ მივცეთ საშუალება რუსულ ოცნებას რაღაცა პროპაგანდისტული ინტერპრეტაციებისთვის. ირანი არის ჩვენი ისტორიული მეზობელი, საქართველო და სპარსეთი იყვნენ მეზობლები, ყოველთვის იყვნენ ჩვენი ხალხები იყვნენ მეზობლები. აღმოსავლეთ საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში სპარსული დინასტიები მართავდნენ საერთოდ. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ძალიან დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი ისიც სპარსული წარმომავლობის იყო. სპარსული წარმომავლობის იყვნენ ფარნავაზი, მირიანი და უამრავი სხვა მეფე, ვისაც აღმოსავლეთ საქართველოში უმართავს. ჩვენ ირანთან გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეზობლობის, მშვიდობის და ომის, ძირითადად ეს არ იყო ხოლმე მშვიდობის ისტორია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა როლი და მნიშვნელობა აქვს ირანს რეგიონში და ვერავინ გვასწავლის რა ურთიერთობა შეიძლება გქონდეს ირანთან. სწორედ აი ამ ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე მესმის, რომ მეზობელთან ურთიერთობებს თავს ვერ აარიდებ. მაგრამ ჩვენ ვნახეთ და ჩვენ გქონდა ეს ურთიერთობები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაშიც, შეგახსენებთ, რომ ირანთან გქონდა ურთიერთობები პრეზიდენტ შევარდნაძის, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციების დროს და ეს ურთიერთობები იყო ისეთი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს. მაგრამ ის რა ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში, აი თქვენს მიერ ხსენებულ აი დროის მონაკვეთში, ეს იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის ძალიან ტრაგიკული, მაგრამ ამავდროულად ახლა ჩვენ თუ ამას შევხედავთ გარედან, ეს ჩანს ძალიან კომიკურად, რასაც ცდილობდა კობახიძე, რომელიც არ ვიცი ეს საიდანღაც მიღებული ინსტრუქციით თუ თავისით მოვიდა თავში ეს სისულელე, რომ ურთიერთობა გაეფუჭებინა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დასავლეთში და მათთვის ეჩვენებინათ, რომ საქართველოსთვის თითქოს არსებობს რაღაცა კიდევ სხვა ალტერნატივა და ხან პეკინში გარბოდნენ და ხან კიდევ თეირანში. ის რაც ხდებოდა ირანში, ეს იყო ძალიან სერიოზული, როგორ გითხრათ, შეცდომა, რომელიც მართლა დანაშაულის ტოლფასია, როცა ირანის პრეზიდენტი გარდაიცვლება, როცა იქ ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, თუ მაინც და მაინც ასე მიგიწევს გული, რომ მეზობელთან გაიქცე, შესაძლებელი იყო, რომ იქ საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ ვიცი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჩასულიყო და ამით ჩვენ ვაჩვენებდით, რომ კი ბატონო, მეზობელთან რაღაც ხდება და ჩვენი გვართ. მაგრამ იქ პრემიერ-მინისტრის ყოფნა ერთი თვის განმავლობაში ორჯერ
ეს იყო კიდევ ამბობ, ეს არ არის უბრალოდ შეცდომა. ამას მოყვა მე ის, რაც თქვენ უკვე ბრძანეთ, მაშინ როდესაც აი ეს ძალიან ტრაგიკული მოვლენები ვითარდებოდა ირანში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ესწრებოდა მიღებას, რომელიც ამავდროულად იყო ზეიმი მე-17 საუკუნის დასაწყისში შაჰ აბას პირველის მიერ ფაქტობრივად კახეთში ეთნიკურად ქართველების გენოციდის, ხო, იქ მინიმუმ ხო რაღაცა ეთნიკური წმენდა განახორციელა მაშინ შაჰ აბას პირველმა. მაგრამ კიდევ ახლა ეს ქმედებები ხო არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელიც თემურლენგის დაბადების დღესაც ზეიმობს, რომელიც ხანდახან წელიწადში ერთხელ მე მგონი გვირგვინებით ამკობს თემურლენგის საფლავს, რომელიც აცხადებს, რომ 1921 წლის რუსული სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მერე მოყვა ოკუპაცია და ანექსია, თურმე ეს ყოფილა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ბრალი, ხელისუფლება, რომელიც მარო მაყაშვილის და გიორგი ანწუხელიძის მკვლელობაში ქართველებს ადანაშაულებს და არა რუსეთს, ასეთი ხელისუფლების მხრიდან ეს გასაკვირი არ არის, ეს ჩვენთვის ტრაგიკულია, ეს ძალიან აზიანებს ჩვენ საერთაშორისო რეპუტაციას, ეს ლახავს ჩვენს ეროვნულ ღირსებას, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქციელი, მაგრამ ამას თუ შევხედავთ გარედან, ვაშინგტონიდან, ბერლინიდან, პარიზიდან, თუ ლონდონიდან, თუ ტოკიოდან, თუ გნებავთ თავად თეირანიდან, ან თუნდაც ანკარადან, ხო, ეს ძალიან კომიკურად ჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ გამოვიყურებით ჩვენ იმათ თვალში, აი ამ საქციელის შემდეგ.